ჰაი, დილომშვიდობის მეგობრებო. უпроსторот უკვე არის შუა დღე და აღარ არის დილა, მაგრამ ეს ვერ მოვიშალე თქვენთან. უკუღმა ესა მისალმებები. არა უშავს. თქვენმა მზის ხილმა მოხარშა წიწიბურა, ასევე დაადგა ბურში ყველაფერი დავჭერილი. ხო და გავამზადე. მარი კოსტუმრები ყავს, მეგობრები, მეზობლები. ხო და ერთხობა მშვენივრად. ჩემი ანიჭკა წავიდა რამდენიმე დღის და თუ გაპატიო. თბილისში საქმე აქვს და წაბრძანდა. მე მივდივარ 27-ში. 40 რომ გავან 26-ში მე. მაგრამ ეს ბალიში რატოა ასე ახონხლილი? იცით მე ჩემები მიფრინავენ 28-ში და ცოტა ხასიათები ვერ მაქვს თვალად მოწოდების სიმაღლეზე. მე ასუსად. ასეა ცხოვრება მოწყობილი. გუშინ ძალიან მტკიოდა თმის ძირები, გოგოებო და შესაბამისად საღამოს ძირითადად აი ასე გადაწწილი დავდიოდი, იმიტომ რომ უსაშინესი ტკივილი მქონდა ძირების, იმიტომ რომ სულ ძირითადად მაქვს აწეული და რა ძალა მადგია ვერ გეტყვით. ხო და დილის ყავაც გეახელით, დილის რა სოფლის კვალობაზე შუა დღეს. დილა აღარ არის. ხო და ასქენი რა ქვია. არ ვიცი თქვენ როგორ ხართ გოგოებო, დამიწერეთ, მაგრამ სოფელში რო ვარ, ტელევიზორს არ ვრთავთ, ანუ არ მაინტერესებს თუ რავი როგორ თქვა, არ ვიცი, მაგრამ ძალიან ნაკლებად ვუყურებ ტელევიზორს. აი რავი რა უნდა მოხდეს, რომ მე ვუყურო ტელევიზორს. ანუ არ ვიცი რა უნდა მოხდეს. რატომღაც არანაირი ინტერესი არ მაქვს. მით უფრო ახლა როცა ბევრი ვართ სახლში. არ მაქვს სული. აი მე ხალხო ისე ვემადლიერები ამ სტიქს. ზიდამცავს, ესე იგი იმ დღეს ვიყავით სასაფლაოზე, რაღაცები გავასუფთავეთ, ჩემმა მეუღლემ შეღება, ну მოკლედ ძალიან ბევრი რაღაც იყო გასაკეთებელი და ეს წავისვი სახეზე. რა იყო დედი? მარიკუნა. ხო და საერთოდ სახე არ დამწვია, ანუ წავისვი ეს და ისე წავედი. რა იყო სიყვარულო დე? შემოდი, შენი მეგობარი შემოიყვანე, დედი, მიდი. მოსდიეთ ვაკაცები თუ ჯეროდეს. მარიკუნები. რა გისვია სახეზე, დედა? სახეზე რა გისვია? ანიკა. ამოიღე მედიკოვზით. ყოჩა, დედა, ყოჩა. ცოტა ხანი დავჭიდები რა იყო. მე როგორ გავარ ჟანჯდები და რა. დაიღალე? დაიღალე? რაო ჯეკ? აი მე დედა. ხა უნდა გაჩვენოთ პალმა. ნახეთ რომ ხელა ეს სიყვარული ამას შეხედეთ რა ხელა. და ზუსტად იგივე დროს ესეც ჩარგო დედამ საწავიდა კაცო.
აი, იქით არის პაწაწუნა, ვერ ხედავთ თქვენ, მაგრამ მოიყინა და აღარ გაიზარდა და ეს ნახეთ რა მხელა. ეს რა შიკალულია, ნახეთ, ესეთი მაქვს ხალხო, ესეთი გამატანა დედამთილმა. ერთხელ ამაზეა. ქონდარია? ამაზეა ნახეთ. არ დაეჯახოთ საღებავს ბავშვებო. რა ხდება ჯეკუ? თვალი რა დღეში გაქვს ჯეკუ? ჯეკი. თვალი მაჩვენე რა დღეში გაქვს. რა ვარასიზავს? ამცას შეხედეთ ხალხო. გვიანია ჟაკეტით ვარ კი არ მოგეჩვენათ უკვე დაბნელდა და წაღან ისეთი ქარი იყო ვაიმე გოგოები ისეთი ქარი იყო ის უკვე ქარიშხალი მეთქისიო წაგვიყო ქარმა თან წვიმას აპირებდა მაგრამ გადაყარა ხორობლები ქარი კი ჩადგა მაგრამ და დავი მიცვა მციოდა და თუ ჩადგება კარგად ქარი მერე ჩემ ჩვეულებრივ სამოს დაბუბრუნდები დევანში დავის მეგობრებო ჭურჭელი ამოვალაგე და ყავა დავთ რაღაცნაირად თან ხასიათზე გავიღვიძე არ ვიცი გავიღვიძე მერე დავიძინე მერე გავიღვიძე მერე დავიძე ანუ იმდენჯერ გავიღვიძე და დავიძინე დედას გეფიცებით აი გავი და იმდენჯერ გავიღვიძე სიზმარი ვნახე მერე რაღაცა დეგენერატობა ქვია ხა ეგეც სიზმარს ქვია დეგენერატობა მეტი არაფერი მე მაგაზე რაღაცა გადაწუხებული გავიღვიძე საშინელი ღამე მქონდა სიახლე რომ გითხრათ საშინლესი მაგრამ წავიდეთ ყავა და ესენი ნახეთ გასაშლელად რომ მოემზადნენ ცუდი რა აქვს იცით აი ეს წამოვა გაიშლება და ოპუცებ მალე იჩუტება და ვარდება ეს რაღაცა უთხლესავით ამაზეც ნახეთ ეს რა ქვია ძირულპებოდა და სხვაგან გადავიტანეთ რავი თუ გაიხარა გეტყვით ძალიან საყვარელი ამას უყურეთ რამდენი შვილები ყავს დედამთილს არ უყურს მაინც კაქტუსები გიშდები მაგრამ ეს მაინც ჩემი ფავორიტია გაუშლილი ასე გამოიყურება მერე ასე ეს და ეს ცანცარა რა პატარა და რამდენ შვილებს ყრს და რა ამბავში ამას შეხედეთ ულამაზესი ფერია დარწმუნებული ვარ ხედავთ კვეთი კიდევ აქვს ძალიან საყვარელია ჩემი ფავორიტი მაინც ეს არის ფერი ძალიან მომწონს ესეც მოგწონს შარეს კლდე მრავალი წელია ჩვენი ოჯახის მეგობარია უძემესობას რამონტი აქვს და კაკუნი კი გესმის მაგრამ დაუშვას წავიდეთ მივაკითხოთ ბავშვს მეზობლებში ძალიან თეთრად ვჩელავარ, მაგრამ არ გეგმავთ ეგრე მისვია რაღაცა ვერ გავიგე მსები. დასრულდა კარები შეღება. ხა სარიცხი დავფინოთ, სახლს თქვენოთ მივალაგებ. ხო და თეთრეულების დაფენის დრო მოვიდა. ტანსაცმელებიც უნდა დავკეცო, აი ძალიან მიღრიალებული მოყოლაფერი, რავი რატო არ ვიცი ვერ გავიგე. რატო აირიასე
უკიდეგანოთ მარიკოს კი გავაკითხე მეზობლებში, მაგრამ სულ სხვა მეზობელთან ყოფილა წაბრძანებული, ოღონდ მე თვალყურობით რა თქმა უნდა. და იქ ყავთ გადაყვანილი. ეს ჩემი მაწანწალად წოდებული ქალი. წავედი ახლა. რა ხდება კაცო? მეწვის ხელი დავფენი მას რა ქვია. სარეცხს. შევხვდებით, აი. ესეც ჩვენი სარეცხი. ბალიშის პირებით ამჩა ვერაფერს ვერ გადავიღე, იმიტომ რომ იქით ბული დგას და უცებ ვფენ. კი ზე დაუვიდა მთელი ბული, მაგრამ რას ვიზამთ. სოფლის ისიც რა მიყვარს. აი ეს სარეცხზე ჯოხის შეყოდება, ანუ გიშტები. ეს ოდესის ზრუხები არიან? აბა ვიღაცა. ბაქაქურებში აღარ ყავთ ზრუხები. ორი სული. რამავიდეთ ვენახში და ძალიან სად გადმოხდა? ეცი როგორ? ეხლა ამას არ დაეცე კაცო. ახლა ამას გაჩვენებთ. აი ასე ფეხი, ასე ჩავიტანო და მეორე ფეხიც ასე. ჩემო მაყურებლებო, ვისაც გიყვარვართ, დამიწერეთ ლაიქები და კომენტარებით. როგორც ყოველთვის მე ვიდეოებს ვიღებ, ჩემი დედა შეაბრუნე კამერა და ჩემი დედა და მამა კარგები არიან, კეთილები და კარგი შობლები არიან. ეხლა გელაპარაკებით ძროხაზე. ანუ ძროხა გავყიდეთ, მაგაზე არ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ მე საშიშია უფრო და მეც მეწყინება, იმიტომ რომ მე სუმთლად ტილი ვარ და მე გათიშავს დედა კამერას. არ ვიცი რა ვთქვა ახლა ჩემო მაყურებლებო, მაგრამ გიწევთ წრესებს და ამიტომ ვიც გიყვართ, დამიწერეთ ლაიქები და მე შემდეგ ვიდეოსაც გადავიღებ, მაგრამ შემდეგ ვიდეო რა იქნება? არ ვიცი, მაგრამ მე დაგათვალიერებთ რაღაცებს, მაგრამ ახლა სად ვართ? დედა უთხარი? ვენახთან. მეც გითხარით. ვენახში და ნახეთ რა ლამაზი წკაპები. დაემშვიდობდე. არ მინდა ჯერ დამშვიდობება, ეხლა ვილაპარაკები და თუ შეიძლება თავი დაიცავით. მე ყოველთვის ესე ვამბობ, ვიღაცა რო გამაბრაზებს, ყველას თავი დაიცავის, ეგრევე ვუნები, მაგრამ ვინ რო გამაბრაზებს, ვეჩხუბები ხოლმე ძალიან და მე შევაფრინდები ხოლმე ხახაში, მაგრამ დედა იცის. იმიტომ რომ ჩემი დედა, მაგრამ მიყვარს ძალიან. არ ვიცი როგორ ხარ. რამე ხო არა აქ წამოსაღები ბიჭო, და გადასულიყავი. არაფერი უჭირავს. კარგი რა, კარგი. გადადი იქნება. იუჰუ. დილამშვიდობის მეგობრებო. სანამ წყალი გადავივლე, მოვალაგე, კი მოვიდა შუა დღე და ცივი-ყავის დღე. გუშინანამ სიურპრიზი გაგვეკეთა და ჩამოვიდა, ველოდებოდით 22-23-ში და გუში ჩამოვიდა და ძალიან გამახარა ამ ფაქტით. ახლა და ისე მცხელა ეხლა
სანამ წყალი გადავივლე, სანამ აი. ხო ეს კეთილი რა ცუდად ჩანს. არა და ეგრე არ არის და კამერაში აი ჩანს თითქოს არის გაუფში ვართ. კიდე კაი უფში არ ვართ, მაგრამ ანუ ასე ძალიან რატო ჩანს? ანუ ვერ ხვდები, არ ვიცი. არა უშავს. გაკეთდება ეს. ვარიკო მეზობლებშია. ადრე მითხარით, რომ მომწერეთ, რომ ქალი და მამაკაცის ურთიერთობაზე ვიდეო ჩაგვიწერე, ძველი ვიდეო ვერ ვნახეთო. ახლა მაგ სიგრძე რაღაცებზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ მელოდებიან ყავა უნდა მივირთვა, თუმცა ერთ რამეს მაინც ვიტყვი. მერე სხვა დროს კარგად ჩავუჯდეთ, მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი რა. რაც უფრო მეტად აპატიებთ ადამიანებს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაციაა. არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, რაც მეტად ბევრჯერ აპატიებთ ადამიანს, მით მეტად ბევრჯერ მოგიწევთ მეგობრებო, პატიება დამიჯერეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ვიღაცას ერთხელ და მურჩა და მოისროლო, გააჩინე ჯერ რა მოხდება, მაგრამ ანუ ხო ხვდებით რა. თუმცა ზოგი ერთხელ რაღაცის მერეც უნდა მოისროლო, მაგრამ ნუ ზოგადად რო ვისაუბროთ რა. ამიტომ ძალიან ნაკლებად უნდა ვაპატიოთ ადამიანებს. რატომ უნდა ვიფიქროთ მუდმივად იმაზე, რომ ჩვენ დავთმოთ ჩვენ, ხო შეიძლება შენს ვიღაცა ხარ შენს და არ იფიქრო რომ იმას გული ეტკინება ამ ყველაფრით, ხო? ამიტომ ჩემი დაკვირვებით, რასაც მე დავაკვირდი 40 წლის გავხდი აგერ, 14 თებერვალს მივხვდი ერთ რამეს. აპატიებ ბევრჯერ უარეს გაგიკეთებენ. არა მოიღებ ხმას, უარესად დაგამცირებენ, არ იტყვი შენსათქმელს, ორჯერ მეტს იტყვიან, ოღონდ არა შენსასარგებლოდ და ყველაფერი აი ასე გაგრძელდება. ამიტომ ხანდახან იქ უნდა ვთქვათ, სადაც საჭიროა, იქ უნდა ამოვიღოთ, სადაც საჭიროა, იქიდან უნდა წავიდეთ, სადაც საჭირო არ ვართ. ალო. სტუმრები მოგვივიდნენ, ამ თემას მე გავაგრძელებ. ოღონდ სხვა მარიკოს გამოვაკითხე იმაში არა ქვია. მეზობლებთან. უნდა წავიყვანო. ეს თმა გავიშალე, იმიტომ რომ იმდენად მტკივა ძირები, უკვე მილიონჯერ დაგღალეთ, იმდენჯერ გითხარით. ცოცხალი თავით არ უნდა გამოსვლა. უნდა რომ სუიწანწალოს. მოდი დედიკო. მარიკუნები მოდიდე. მოდი. დედამ თეიხა სხვა გახომ არ იქნები. დედალი უნდა ჭამათურა გავაკეთე. ჯერ სახლში მივიდეთ და მე ვილაპარაკოთ ანარჩენზე და. იცი რა მოგიტანა მამა? მიდი აბა კითხე რა მომიტანეო. მაცივარში ნახე აბა მაცივარში. ხო მაგიაჟის გაკეთებას რა აზრექ სიცხეში. მე და მაგიაჟი სიცხეში. ჩამომივიდა. ანუ არანაირი აზრი. ახლა იწყება გადაღება. ქალბატონი რო გამოვა. აქ არა, აი იქით. დაბლა დიდი ხერო ჩანს, იქ უნდა გადავიღოთ. რამდენიმე ფოტო მე უკვე შელახული მაქვს მაკიაჟი. მაგრამ რამდენიმე ფოტო უნდა გადავიღოთ. შეიძლება მე არც გადავიღო, ნახოთ, როგორ განწყობაზე გავდგები. ამ წონაზე არ მიყვარს ხოლმე ფოტოების გადაღება, მაგრამ ნახოთ. რა იქნება, ნახოთ. მაგარი მზე კი არის. ორი ვერსია გვაქვს. ერთი არის წიგნით, მეორე არის ღუნით, რა ვიცი, მეორე ვერსიები გვაქვს გადაღების, მაგრამ ნახოთ. შეიძლება არც ერთი და არც მეორე. გოგომცხე. რატომ? ძალიან დაცხა ხალხო. სხვაგან არ ვიცი, მაგრამ აქ პაჟარი გვიკიდია. ნახოთ გადაღება როგორ იქნება. თქვენც შემოგაჭყიდებთ. იმიტომ რომ ანას ტელეფონს უნდა გადავიღოთ და ეს ჩართული მეკნე. ხელოვნური? ეს ყვავილები დე? ხო, ყვავილები კიდე. აბა ვნახოთ.
კი. პიკნიკი უნდა მოაწყოთ საფუარა. ყობილი გქონდა პიკნიკი. ხო, და ერთხელ მოვაწყოთ. ესე იქნება, მოკლედ, ეხლა ჩვენ ვიწყებთ. მოვაგდებთ მანდ და დაიჭირეთ. დაუჭირეთ, კარგი? ვოლა. ყველა კადრი იქნება გადაღებული YouTube-ზე ატვირთული. დავიწყეთ. ვაიმე, ტელეფონი არ გადამივარდეს. ეგ მას ხარ დავარდეს მანდ. არა მგონია რავი. მოიცე კარგად გავ აუ ისე პატარა ბალიშიც მჭირდება და ხელი მომე. არტოზე მეტად არაფერი არ მიყავს ამ შექმნაზე შენ წარმოიდგინე. ძალიან ცოტა, მაგრამ არც არის ბევრი აუცილებელი კამერაში ისე გამოაჩინე რომ ვითომ ბევრი ყვა. დაიკავე. ორივე არ. წითელი მომეცით შენ ისე წითელ კაბას კაბის მოვიღე. წამო, შენი კაბის წამოვიღე. კი. აი მე აქ დაეყარა ჭუჭები. არა უშავს მე რა. ეხლა ნახე. No problem. კაი, შენი ტელეფონი მომეცი ხო? არ შემეწეს ხო აქ. აქ ხვიტები მოშოდი საკეთან. კაი, მომეცი ტელეფონი. მოიცადე გერ ეს გადავიღო. რა? აი ეს ამბავი მჭირდება. სანახელე საბავი გჭირდება ის დაგეხო ჭიაღუა. მაგა ციგნი აკლია დაო. ეგ შენ სად გინდა კადრში ეგ უნდა დადო თორე მიკერმეზარება. არა, მანდ არ დადო, იქით ხარეს პირიქით. ვაი მე დავიღალე რა. დაჯექი სიყვარული ფოტო უნდა გადაგიღო მალე. გესმის? ვერ გავიგე, აი ეს კაბა მე თუ მეჭირა, შენ მიგაცხმევინა, აი ასე და ჩაგახტო. დაჯექი მიდი. დურა, რამე პრობლემაა? ბიჭო ჩავიდა მზე სანამ შენ მაგას იღებ. არ ვიცი ჩანს თუ არა კადრში რამე ხალხო. კიდევ სტარ. უი, ეს დამავიწყდა. კაი, მიდი. ახლა ვიგებთ ჯერ პოზას. გაწმენდილია კამერა? ჩამირთე რა. გაწმენდილი მქონდა რომ ის არ უნდა. გაწმენდილი გქონდა ყველა კადრში მე მაინც იწმინდება. ახლა მაგ პორტრეტზე. პორტრეტის გადაიღა და მე აქ არის ჩაოლებრივი ფოტო იმას ხალხი. კამერაზე ხედავ ამ ჯერ მოდი წამოწექი რა გინდა ჯერ ეგ გავიგოთ. აი მე ვერაფერს ხედავ ვიშველეთ. უკან დაიწე. ეჩი ისველები საღამოს უნდა წავდნენ კეთ. იცი რა, ეხლა ფეხები არ მინდა ეგრე. აი, ნახე, შემხედე ერთად, აი, ოდნავ დაცერავებული და გააკეთეთ და არა ნახე რა მინდა. აი, ოდნავ დაცერავებული ფეხები და იყოს. და მასა ფიქრობ პრაქტიკულად და კარგად. არც ერთ კადრს არ გამიჭერი და ვიმახსოვრე ეგ ამბავი. მაინც არ ჩანს. იყავი ეგრე. ჯერ ვიღებ ვებს. პლასტური ვარ თუ ვერ გავიგე. ანუ ფეხი ოდნავ, აი, ერთი ზემოთ ერთი ქვემოთ, აი, რაღაცა ეგრე წადე. აი, ეგრე თითქოს, ხო? უმსხობა დაგიღო? აი, ეგრე. იყავი ერთი წუთი. იყავი. ერთი წამი გაჭედი არ გაინძრე. არ გაინძრე. ეხლა მინდა რომ იმას აქნა რა ქვია. აი, ნახევრად თვითონ მიგორებული რო ხარ, ხო ხტები წიგნის კითხვის დროს. აი, რაღაცა ეგეთი პოზა მინდა რომ მიიღო. ძალიან კაი ადგილია, მზე გიყავს. სხვანაირად ვერ იზავ. წიგნით ხელში ვაღონ. ავი ეს არ მინდა ხელოვნური ძაღალი ჩქას ამიქო ეს ჯობია იყოს. ოღონ ნახე რა მინდა, აი ცალ ხელში რო ის გიჭირავს. წიგნი და ცალ ხელში აწამი დასწორ ეგეთი რაღაც ოღონ მე ვერ არა. შედი არ მომწონს. აი, გადაწი. აი ესე. აი ესე იყავი. იყავი. არ დაინძრე. ეს გოგოები მოგდეთ ყველაფერს ირჩევენ და ირჩევენ რომ კარგი ფოტო გამოგვივაო. აი არ იყავი. კარგი. გაჩერდეს წუთით. ნიშნები. გაჩერდეს წუთით. აი.
არ გაინძრებთ ხო სულ ერთი წამი არ გაინძრებთ ესე ხო არ ხმა. აი სულ გადმოყარე რა თქმა რა მოიცა. ე ბიჭო ერთი წუთი ჩქარა იყავი ეხლა მე შტატივი აქეთ უნდა გადმოვიღო რომ გადაღების პროცესი გადაიღოს ხო ეხლა ხალხო წავიდა ეხლა ნახე რა მინდა აი არა ეგრე კი არ მინდა შევხედე აი ციხის წვერებზე რო დაჯდე რაღაცნაირად ესე? აი ეგრე ოღონდ კაბარში კარგად შეკეთე აბა ფიზიკურად ვერ შეიკეთება. ანუ არ გამოგიჩნდეს თორე თუ გინდა ჩამოუშვი უბრალოდ ფეხის აი თითები კიდენ არ მინდა გამოჩნდეს, გოგო. აი დაახლოებით ეგრე და აი როგორი რაღაც მინდა შევამხედე წინ ხო გიკავი აქეთ აი რაღაცა ასე ლამაზია. ეგ მოდი აბა. მომენტია. როგორ ჩანს მაგრამ როგორია? ეგ ყოველი მოაჭრე. არა ერთი წუთი მაგით აქვს საუთარი თუ გადაღებული ეგროა მან მა ორივეზე იყოს ორივეზე მოიცადე მოყარე აი ეგრე იყავი ერთი წუთით არ გაინძრე სულ ერთი წამით იყავი ეგრე ფეხის თითები კიდე ცოტა აწი აი ეგრე თითები ლამაზად გავა. 1 2 იყავი მალე რაღაც ხალხთან შევიდავ. აი მავიწყდება კამერა რო გაგჩანს არა უფრო პულს დავადებ ხო და ხალხს ეცოდნენ ცოტა ესე უნდა გადაგიღო ერთი ფოტო აი ეგრე იყავი მასე იყავი ზუსტად ხარ მოვკვდი ჩვენ სატამი. ერთი წუთი ჯერ თავი გაწესებაც ქონდა მოკვიჩე მოიცა არა მოკვეთის კადრი არა აი ეს კადრი მინდა იყავი ერთი წუთით და აი ესე გაწესო და მე ოპა ესე გამოწვიე ეს აღარ რო გეტყვი ოღონდ პატარა ვიდეოც რო გადამიღო. ვაიმე დამაცადე მიდი მაგ ვიდეოს მე გადაგაღებინე ოღონდ რასაც გეტყვი უნდა გააკეთო ვიც უნდა ვიდეო რა? შენ ხო რასაც გინდა ის რაც მე მინდა ის უნდა გააკეთო ოღონდ ერთი რო გეტყვი უცებ საითი საქმე ასე? ხო ვაკეთავარ და ესენი აღარ ჩანს მე რა. არ გინდა სულ ეგენი არ არის აუცილებელი რომ ყველაფერში ჩანდეს 1 2 წავიდა აო თმა ჩოლკა ჩამოვიდა. 1 2 წავიდა მოიცა? 1 2 წავიდა აუ შენი 1 2 წავიდა ეხლა რა მინდა იცი აი ესე დაწვე ესე დაწექი მაშინ ესენი უნდა ის. აი მე გული გამისკდა. ოღონდ აქეთ ხარი ჯობია მაგადო აქ ვარ. ესენი რაღაც ფოტოებს იღებ. აი ესე დაწექი შევხედე აი ესე დაწექი ჩვეულებრივად ხეაბა ხო. თუ გინდა მაღლიდან ქენი თავი აბა მზე იქით უფრო უყავს და ხო და დაწექი მაღლიდან მიდი დაწექი თავი დადე აი დაწექნე და უკნა. აი დაწექი თოლებოთ იქით რა გინდა გოგო მზე უნდა მოვყავ. აწიე წუთით მე დაგთან გადმოვყარო დაწექი ძირს არ დადურებ ხო? დამღალე იყავი ეგრე ზუზუ გამიცა. იყავი არ გაინძრე არ ვინძრევით ერთი წუთით ვიდეოს რა? არა ერთი წამი კაი всё ეს აღარ გინდა გადავიღეთ ეს გეუბნა. ესეთ რაღაცა ხო არის? ხო ერთი წუთი ხო ნახო რა რაკურსით შეიძლება გადაღება ორი წუთი უნდა გადაგიღოდე აუ ის მოვიწყდე. ანდი თუ გინდა ყობასთან. ეგ ახლა ყობასთან დადე მანდ დადე ზირს დადე. ხო. მოიცა?
არა უშავს იდოსირს. ყავი ერთი წუთი. ეს შემოგადავიღო. გააჩერი ახალი ახლა. აი ეს არ მომწონს რაღაცა უაზროს ჩანს, არც გრძელია, არც მოკლეა. ანუ აი ეს გადაკვანზე რაღაცნაირად ფისი. ესე? აი დაახლოებით ხვანწინიდან ან უკნეს აი რაღაც პირიქით. ესე? აი ეგრე ჯობია. გაჩერდი. იყავი აბა ეგრე 1 2 ეს ხელი ვაფშე არ მომწონს რა ჩაცი ოპ იყავი კაი მოდი აბა ვნახოთ რა იქ გადავიღეთ აბა მიდი გადახედე აი 1 2 ანა მალე აი, ეხლა დაგაპაუზებთ და მე ვნახავთ ჩემ გადაღებას. ისეთი ლამაზი ვერ გამოვა, იმიტომ რომ ამ ხელასაც ვიგორავებ, მაგრამ ნუ რავი რაც გამოვა. всё, ჩართული არა მე მიწერე. ეხლა მე ვიღებ. ეხლა ის ხმარო 30 კილოთი ნაკლები უნდა გამოვჩნდეს, მგონი არ არის. აი, როგორ ფოტო მინდა, რა თქმა უნდა ამის მაგლა. შემიხარი როგორ ჩანს მანდედან არის. აქ ისე უეცვალები გაახსენე და მოიცა ეს ცოტა არა. გაშალე და ზემოთაწეო. და აქ ისე ყურე. აი შემახედე და მიხვდები როგორ პოზი დავიჭირო. ქვემოთ უნდა დაწიო ჩემი დაწება. აშკარად ეს ხმარო პორნის შეგონი. ჩემი აზრით ხდება. ნახევარი ხორ გადავწიო რაღაცა დადა იაკოვსკი. ესე ყური არ არის მომავალ ეგრე. ალბათ მომავალ კაკა. მე ვეწონა ხება. აი წუთინზე. იგი დაასწორი აბა. სოფია მაგრამ ამაკერი ხორი ყოხო. აი ნახე მზე მიყავს საკაფონე საკაფი ყვაი გაიცინო მასე ყავს თავი გვერდულად გადახარე აი ეგრე გაიცინო აი უცებ შემოწოდებ და ეგრე გადამიღებ მოვასწარი კი მოდი აბა არა იცი რა არის სანამ მოწიალდე ტუკ დაიწო და დაიჭერს კაც 1 2 აბა მაჩვენე იცი რა ქენი თუმა გადაიყავი არის ესე ესე გადასი ამას მოვჭრი მე ხელებს შემოგან მოვიცი ბაღანა აი ჩადი რა მე საქმეს ვაკეთებ დამაჩადი რა აქეთ ფარე დაიწყორა ხელი გადაიწყი არა უცებ როგორ ხარ ასე გადაიყებ გვერდულად ანუ მოიცა ესენზე აი ეს კადრი მინდა გესმის რომელიც აი მე შენ ფოტოსაც ვნახავ მიხვდები კაპკაპით არის გადაღებული ეს უკაკისის კადრებია რა აი რომ მოვტრიალდები ეგეთ ვიდეო ხა ფოტო კაცო დაიწყო ნუ მეკითხა აჰა ასე დამიდია 1 2 მასე იყავი მოტრიალდი მასე იდეთი შე აი მე ყოფილი კი არ ნამადი და ნაყვას შეყავი ფოტო მომეთ ორტომი
ჩემი ტელეფონი სად არის? უი შტატივში წამოვიდი. რა ჯობია ახლა ამას მითხარი?